ხაჩიძე. ბატონო რიგითებო, კაპრალებო, სერჟანტებო, ბატონო ოფიცრებო. გილოცავთ საქართველოს შეიარაღებული ძალების 22 წლის თავს. ამ წლების განმავლობაში თქვენ არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ თქვენი სიცოცხლის ფასად ემსახურებით საქართველოს. სამშობლო, ღირსება, ერთგულება ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დევიზია. ქართული არმიისთვის ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. თქვენ თქვენი სამსახურით დაამტკიცეთ, რომ ღირსეულად ემსახურებით სამშობლოს და აგრძელებთ ჩვენი დიდი წინაპრების გზას. არ არის ტყვია, რომელიც თქვენ შეგაჩერებთ, იმიტომ რომ თქვენი ფესვები საქართველოშია. იმ ქვეყანაში, რომელსაც არაერთხელ კლავდნენ და არ კვდებოდა. მე მეამაყება, რომ აქვს პატივი გემსახუროთ თქვენ საქართველოს დამცველებს, მიდმულეთ თქვენს გვერდით რიგით ჯარისკაცად. ღმერთი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მფარველი. მადლობთ. დღეს გახლავთ 30 აპრილი, რომელიც არის საქართველოს შეიარაღებული ძალების დღე და დღეს 22 წელი შესრულდა ამ დღიდან. დღეს დაჯილდოვდა ხელმძღვანელობის მიერ პირადი მეთაურების მიერ წარდგენილი პირადი შემადგენლობა, გაერთიანებული შტაბის და სარდლობების ოფიცრები, სერჟანტები, რომლებიც თავი გამოიჩინეს გასული 1 წლის განმავლობაში სამსახურებრივი მოვალეობის სანებისმიერ შესრულებაში და ჩვენთვის ეს დღე რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც უკვე არიან უფროსი ოფიცრები და წლების მანძილზე მსახურობენ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. რა თქმა უნდა, დაჯილდოება კიდევ უფრო მეტი წახალისება და სტიმულია თითოეული ჩვენგანისათვის და ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმალურ ფარგლებში ვემსახურებით ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას, მის მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას.